გამარჯობა ყველას, გამარჯობა. სალამი ყველას. გამარჯობა. ვერთვები ნიდერლანდების პარლამენტიდან. ცოტას დაგათვალიერებინებთ შესასვლელს. სანამ შეგროვდებით, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ჩემს ვიზიტზე მოგიყვეთ. აქაური განწყობა, მოთხოვნები, დიასპორა, ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი. ეს არის შესასვლელი. მოვედი. აი ესეთი, აქ არის მათი დამფუძნებლების, პარლამენტის წევრების ძალიან კარგი ესეთი სკულპტურები. აი იქით არის ასასვლელი. სინამდვილეში ეს არის მეორე პალატა. მაგრამ მთავარი ადგილი, სადაც არის შეხვედრები ტარდება, სადაც აი პარლამენტის ხდომა მიმდინარეობს, აგერ გადმოიცემა, ბატონო. სადაც არის ხოლმე ხდომები, ის არის რემონტი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ხალხს ადარდებს საკუთარი სახელმწიფო და არა ისე როგორც ჩვენთან ვაქვს მიშვებული. აგერ არის მთელი ისტორია, სანამ მოუგროვდებით მანამდე გაჩვენებთ აქ ყველაფერს, ძალიან საინტერესოა. ძველი მოღვაწეები ჰოლანდიისა. დღეს მქონდა შეხვედრა. ესე იგი, ხო იცით, ჰაგაში ჩამოვედი, იმიტომ რომ ორი მიზანი მაქვს. ერთი, რომ მივიტანე ინფორმაცია ჰააგის ტრიბუნალში იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებზე და მაქვს პოლიტიკური შეხვედრები. დღეს დილას მქონდა შეხვედრა ადგილობრივ დიდ კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ამზადებს მოსაზრებებს, უმზადებს პოლიტიკას ჰააგის მთავრობას. იქ იყო ერთი 15 მკვლევარი, გაცვიცნობიერებული უკვე საქართველოს საკითხებში. მერე მქონდა შეხვედრა პარლამენტში. გითად გაცინოთ, ჩვენ რო საყვედურობენ, რატო ხართ ამდენი ოპოზიციური პარტია? რამდენი პარტია აქვს იცი პარლამენტში ჰოლანდიაში? 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი არის ჰოლანდიის პარლამენტში, სადაც არის ასევე 150 წევრი. ზუსტად იმდენივე, რამდენიც საქართველოში. ხო, აქედან ნაწილი არის კოალიციურ მთავრობაში, 4 პარტია არის კოალიციურ მთავრობაში, დანარჩენი არის ოპოზიციაში. ძალიან საინტერესოა, ხა რა თქმა უნდა, ამ მაგათ პარლამენტის და კოალიციური მთავრობების აქვს 200 წლიანი ისტორია და მეტი. ნუ სანამ სამეფო იყო მეტი, მაგრამ ამ პოლიტიკური კულტურა და თვითონ პარლამენტი არის მინიმუმ 200 წლიანი ტრადიცია, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ ახლა. და შევქმნით, აუცილებლად შევქმნით. ვერ მოერევა საქართველოს ვერავინ. ეს არის 100%-ია. ხო, რაზე იყო საუბარი? მოკლედ, მაქვს შეხვედრები, ხვალაც მაქვს დეპუტატებთან შეხვედრები. ინფორმაცია საქართველოზე არის ძალიან მაღალ დონეზე. ყველა საქმის კურსშია. საინფორმაციო გადაცემაში გადაიცემა საქართველოს ამბები. გადაიცემა ყვებიან დემონსტრაციების ამბებს, ეს რო იცოდეთ, ვინც დადის მიტინგებზე, ჟურნალისტები მუშაობენ, პირდაპირ გადაიცემა ასევე ბელგიაშიც და მოკლედ ხალხი არის საქმის კურსში. ეს არის ძალიან კარგი. გარდა ამისა, არის ძალიან საკმაოდ თვითონ პოლიტიკურ სივრცეში არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ამათი აღიარება არ მომხდარა, ეგრეთ წოდებული თვითმარქვიების, არაფერი აღიარება არ მომხდარა. არც მოხდება. ნიდერლანდები შეუერთდა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციების მიმართებას და გადაწყვეტილებას, ანუ სანქციები, რომელიც იქნება პასპორტებზე, ანუ მაღალი პრივილეგირებულ მოხელეებზე, ესე დავარქვათ. ძალიან კარგი. მე ვითხოვ და ვფიქრობ, რომ თქვენ მე დამეთანხმებით სანქციებს ჩვენი მოძალადეების
სრულწლოვან ოჯახის წევრებზე ეს არის მნიშვნელოვანი. არ შეიძლება დაუშვათ და არასწორია, რომ ესენი ადგენენ და საკუთარი მეუღლეები, კორუმპირებული მეუღლეები გაუშვან იქ, სადაც ჩვენ წასვლას გვიშლიან. ეს არასწორია, ამას ვამბობ ზუსტად აქ. ანუ გაუშვან, რომ იშოპინგონ პარიზში და მილანში, გადააფორმონ მათზე ქონებები, საბანკო ანგარიშები. ალბათ მაგათაც აღარ ენდობიან საკუთარ მეუღლეებს, მაგრამ მაინც. ხო, მოკლედ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია არსებობს, რა თქმა უნდა. პუტინი დასანქცირებულია ოჯახით, კადიროვი დასანქცირებულია ოჯახით. ეს არის მნიშვნელოვანი სრულწლოვანი წევრები. იმიტომ რომ ის თვალთმაქცობა, რომ ადამიანები ჩვენ გვპარავენ მომავალს და ამ დროს მათი სრულწლოვანი შვილები სწავლობენ საუკეთესო უნივერსიტეტებში, იქ სადაც ჩვენებს არ ექნება საშუალება, რომ წავიდნენ სტიპენდიებით. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის არასწორი. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული ამბავი არის, რომ პროგრამები, რომელშიც იმონაწილეებენ საჯარო მოხელები, პირდაპირ მოხელეები უნდა მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოებას. ხალხი, რომელიც არის რუსთაველზე, ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მსახიობები, ჟურნალისტები, წამყვანები, თუ ნებისმიერი სხვა პირი, მათ აუცილებლად მათ ჭირდებათ შემოსავალი. ესე გადადებული კონდეს შენი ცხოვრება 24 საათი გარეთ, თეატრები გაჩერებულია, ყველაფერი გაჩერებულია, მხატვრები, ეკონომიკას ექნება ახლა პრობლემები და ამას მოგიყვებით. ამ ხალხს ჭირდება შემოსავალი. ამ ხალხის იდეები არის მნიშვნელოვანი მარტო საქართველოსთვის არა, მსოფლიოსთვის. შემოქმედებით ადამიანებს შეუძლიათ სასწაული რაღაცეები მოიგონონ მსოფლიოსთვის. ჩემო კარგო ხალხო, ხო იცით თქვენ? რა არ მოუგონიათ თუ რა, არა მსოფლიოში არ გაგვიტანიათ თუ რა, ჩვენი ის რასაც ჩვენ ვიგონებთ, ეს არის მთავარი რაც ჩვენ გაგვაქვს. ნახეთ ქართული თეატრის ფასი მსოფლიოში და აღიარება. ამიტომ თან ის კანონი რაც მიიღეს ოცნებამ პირდაპირ აზიანებს, ხო მიიღეს სპეციალურად, რომ დააზიანონ საჯარო სამსახური და ახლა მე მინდა ვილაპარაკო ქართული ენის საკითხზე. დიახაც ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეს არ ექნება ვალდებულება, რომ იცოდეს ქართული ენა. ამის ვალდებულება არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ მთელი რიგი თანამდებობები იქნება ხელშეკრულებით, რატო? ადვილად მიიღონ და გაუშვან ხალხი. ამისთვის არის ხელშეკრულებით. ადვილად მიიღონ და გაუშვან ხალხი. მარტივად თუ ვინმე რამე აზრს იტყვის. ამიტომ მხარდაჭერას ამ სახელმწიფოსთვის, სადაც შენ რომ მათ გრანტს მისცემ, ეს გრანტი შეიძლება გაზის კაფსულების ყიდვაში გაუშვან. ხო, ამაში გაზის ესეთი სახელმწიფოა, ავტორიტარიზმია, რომ მისცემ უცხოური ქვეყანა მათ ფულს ადგებიან და მაგით იყიდიან იარაღს და წყლის ჭავლის მანქანებს ხალხის დასაშლელად. და ეს მიღებული პრაქტიკაა. ამიტომ მთელი მხარდაჭერა უნდა მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოებას. ადამიანებს, რომლებიც მას აუცილებლად მოახმარენ სწორ და მშვიდობიან მიზნებს, ეს მეორე. მესამე, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ არავითარი ლეგიტიმაცია არ უნდა მისცენ ჰოლანდიის ხელისუფლებამ, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თვითმარქვია რეჟიმს. ეხლა ნახეთ. თვითმარქვია რეჟიმს რა ჭირდება? სასწაულად ჭირდება, დააკვირდით, მათ ჭირდებათ აღიარება. დადიან და სულ ამაზე ლაპარაკობენ. გვაღიარეთ. მათ ძალიან ჭირდებათ აღიარება. მათ ისინი არიან მიმწყდეულები კუთხეში, იმიტომ რომ არავინ არ ელაპარაკება და მათ ყველაზე ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მოკავშირემ ვიქტორ ურბანმაც კი არ მიულოცა ყაველაშვილს ახალი ვითომ თანამდებობა. არ მიულოცა, იმიტომ რომ სამარცხვინოა ეგ ამბავი. აქედან გამომდინარე დაძდევენ ამ აღიარებას, ცდილობენ რომ რაღაცა ფოტოები გადაუღონ და თავისივე ხალხს აჩვენონ. აი რა გაუკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩემო საყვარელო ხალხო, ისიც მინდა გითხრათ რა. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ყავთ გარშემო ქართული ოცნების მომხრეები,
ესაუბრეთ მათ. Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში შედით და ესაუბრეთ, რომ ისინი ტყუილში ყავს ოცნებას. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რა მოატყუეს, რომ იტალიამ და ესპანეთმაო შეეწინააღმდეგაო სანქციებსო და ორივე ქვეყანა გამოვიდა და განცხადება გააკეთა, რომ ეს ტყუილია. აი, ხვდებით თქვენ, ამას ხო ჩვენ არ გვაკადრებენ, ჩვენ მაგათი მაინც არ გვჯერა. საკუთარ ვიღაც მხარდამჭერებს, რაც დარჩათ, გონიათ, რომ ისინი ისეთი შეზღუდულები არიან, რომ ასე ატყუებენ. აი, მართლა მე ძალიან გაუბრაზდებოდი, რომ ვიღაც როგრე მეკწეოდეს. ამიტომ თქვენ უნდა აუხსნათ, ვინც მე მიყურებს. აუხსენით, რომ ესე აუხსენით, რომ მათ საკუთარი თვითონვე ატყუებენ, იყენებენ მათ. და აგერ არის რამდენიც კიდე ის ქალი რო გამოუშვეს, რა ქვია. ქუჩაში რო იპოვეს ვიღაც ქალი და გაასაღეს ტრამპის წარმომადგენლად. წარმოგიდგენია. ეს ორი. ეხლა, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია დიასპორა. ეს აღარ შეიცვლება. დიასპორა იქნება ჩვენ ადრე, არ ყავდა დიასპორა. პატარა დიასპორა ყავდა, ის ძლიერდება, გუშინ ქუჩაში მივდიოდი და ორი ახალგაზრდა შემხვდა ქუჩაში, ისე მიცნეს, წარმოიდგინეთ. და შემხვდნენ ქუჩაში, ჩვენი დიასპორა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხნო, თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენი შეხვედრები, თქვენი მიტინგები, თქვენი დემონსტრაციები, წერილების მიწერა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. წერილების მიწერა, ცხოვრობთ გერმანიაში, გერმანელ პოლიტიკოს მიწერეთ წერილი. ცხოვრობთ ჰოლანდიაში, ჰოლანდიელ პოლიტიკოს მიწერეთ წერილი. თხოვნა, რომ რასაც თხოვთ. თუ დახმარება გჭირდებათ, აგერა ვარ, მოგწერთ ეგრევე რაღაცა შაბლონი გავაკეთოთ და იმიტომ რომ დიასპორა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ვერ გცემენ, თქვენთან სახლში ვერ მოვლენ, იმიტომ რომ ცხოვრობ დემოკრატიებში. და კიდევ ერთი რაღაც რა. ამას წინათ ვესაუბრე მაკედონიელ ჟურნალისტთან, მქონდა ინტერვიუ და მან ამიხსნა საკუთარი ბრძოლა. ისიც რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დიქტატორი, ესე გრუევსკი ასე ადგა და ბოლოს წავიდა და ურბანთან ცხოვრობს. ბოლოს მშვიდობიანი გზით, ქუჩაში დემონსტრაციებით გაუშვეს ის და გაუშვეს ურბანთან. და ბევრად უფრო ნაკლები საშუალება ჰქონდათ მაშინ. ერთი პატარა საკაბელო ტელევიზია ჰქონდაო, მეტი არაფერიო, წარმოგიდგენიათ. ასე რომ ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ჩვენ სასარგებლოდ საქართველოს გათავისუფლების მიზნით, აუცილებლად დამთავრდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიტანთ ამ ამოცანას ბოლომდე. ასე ცოტა ერთ კვირაში, ორ კვირაში, რაც მალე დასრულდება ახალი არჩევნებით, მით ქართული ოცნების ლიდერობისთვის უკეთესია. აბა, კოცნით წავედი ახლა მე შემდეგ შეხვედრაზე. მაგრად.